საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციისა და სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის მისაღებად გაემგზავრება ამ ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 15 წლის ლევან კიკალიშვილი, რომელსაც არაერთი მიღწევა აქვს საკმაოდ გამოცდილ სპორტსმენებს შორის. მისი გამგზავრების და ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯებს დაფარავს ფონდი და ეროვნული ფედერაცია. გარდა ამისა, შედგა ბილიარდის საქართველოს ჩემპიონატი კლასიკურ ბილიარდში, სახეობა კომბინირებულ პირამიდაში. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 32 სპორტსმენმა. ფინალში ბათუმელმა გიორგი დიმიტრაძემ ანგარიში 4-2 დაამარცხა ხობელის სანდრო ჩიტაია და მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მესამე პრიზიორები გახდნენ თელაველი ლაშა გიგაური და თბილისელი დავით ნერგაძე. კარგ ფორმაში ვარჯიშობ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ შედეგს დავდებ. ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფონდისთვის და მე ხარია, რომ ერთ-ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოირჩა, რომელიც საქართველოს წარადგენს ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ძალიან კარგი მაგალითი იქნება სხვა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ფონდს, პირადად ბატონ ტარიელ ჩიკაშვილს იმისათვის, რომ ბილიარდი ერთ-ერთი პრიორიტეტული გახდა ფონდისთვის. სხვა სახეობებთან ერთად და არ არის გამორიცხული, რომ ფონდთან ერთად მე მქონდა საუბარი ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატი, ამისათვის მზადებაა საჭირო.